დავიწყო, იმიტომ რომ ჩვენმა მოჭიდავეებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს, კიდევ ერთი წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ, ესე იგი ბუდაპეშტში დასრულებულ მოჭიდავეთა სარეიტინგო ტურნირში მიიღო ჩვენმა ბერძნულ-რომაულ მოჭიდავეთა ნაკრებმა მონაწილეობა და კიდევ 2 ოქრო და 1 ბრინჯაო შევუმატეთ გუშინდელ დღეს. ჩემპიონები ხობელი ჯონი ხეცურიანი და სამტრედიელი გიორგი მელია გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს ხულელი ლერი აბულაძე დაეუფლა. გეტყვით რომ პირველ დღეს ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ 2 медали მოიპოვეს, ორივე 72 კილოგრამში, თითო 1 ოქრო და 1 ვერცხლი. ჩემპიონი ოზურგეთელი იური ლომაძე გახდა, მესამეზე კი ლერი აბულაძის ძმა ოთარ აბულაძე გავიდა, ასე რომ ერთ ოჯახში მოკლედ 2 медали წავიდა, ესეც უნდა ითქვა ჩვენმა ნაკრებმა. უნგრეთში გამოსვლა 5 მედლით დაასრულა, 3 ოქრო და 2 ბრინჯაო, ასეთია ჩვენი მონაგარი. ძალიან წარმატებული გამოდგა, შეგვიძლიათ ამამაც თქვა და კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენ სპორტსმენებს ასეთი კარგი გამოშვისთვის. მადლობა ჩემ პირადად ლადო გეგეშიძეს და მთელს ჩვენ ნაკრების ყველა მწვრთნელებს, მადლობა ჩემ ფიზმომზადების მწვრთნელებს, ჩვენ ექიმებს და ყველას, ვინც ჩემ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. უღრმეს მადლობა მინდა უთხრა და აუცილებლად სოფლიო ჩემპიონატისთვის უფრო უკეთესად მომემზადები და შევეცდები გავიმეორო ამ სინჯის მედალი. სოფლიო ჩემპიონატის წინ კარგი შეჯიბრება იყო, სარეიტინგო შეჯიბრება, კარგი შეჯიბრება არის და სარტი ავიღეთ, ასე ვთქვათ და რავი, კაი ხანი არის. საზღვარგარეთის შეჯიბრება არ მომიგია და მადლობა ღმერთს გავხდით ჩემპიონი და რავი, იმედია იგივე სინჯის მედალს მოუტან საქართველოს სოფლიო ჩემპიონატიდან. მინდა ეს გამარჯვება მეუძღვნა ჩემს ვაჟკაცს გაბრიელ ხეცურიანს. კიდევ ერთხელ წარმატება უსურვოთ ჩვენ სპორტსმენებს, წინ კიდევ უფრო დიდი ღონისძიებებია და კარგი სტარტი აიღეს, როგორც თავად თქვეს და იმედია რომ სოფლიო ჩემპიონატზეც ამავე ხასიათზე გააგრძელებენ, კი ბატონო.